აი ბოდიში ერთი წამი მაპატიეთ საგარ ვიხართ თქვენ შემანალებო არა მოხვალ გარეთ რო რამე სტრელკას გინიშნა ბიჭო მოგესალმებით მეგობრებო ვაგრძელებთ ბანელორდის თამაშს ესეც რიგით მე-16 ეპიზოდი და მოკლედ როგორც წინა ეპიზოდის ბოლოს თქვით უნდა შევეცადოთ და მაქსიმალურად გავანადგუროთ ხუზაიტები დღევანდელ ეპიზოდში ან მინიმუმ შევასუსტოთ მაინც. ეხლა რა სიტუაცია არის? ამ ქუიას შემოვარტყი ალყა. იქით რამოდენიმე ფარტი შეიქმნა. აგერ მეც გამოვიძახე რამოდენიმე ფარტი უფრო სწორად და მოდიანელნელ. აი ეს ერთი დარჩა 200 კაციანი მარტო მოსასვლელი. ოსპირმა შეკრიბა იქით არმია და ერთი-ორი ტერიტორია წაართვა უკვე. ასე რა ის. და მოკლედ შვენიერია რა, რაც ხდება. 396 კაციანი არმია დაეწევა ეხლა და 105 კაციან არმიას გაჟღლიტავს. აქ რა სიტუაცია გვაქვს ჩვენ? საჭმელი აღარა აქვთ, უცებ ტრუპები გაუშვათ. 256 კაცი მოკვდა, არ აუშავს. ერთი ფარტი კიდე მოსასვლელი არის. ხო, ლუთი წავიღოთ ვაფშე რაც აქვთ. მოკლედ იმას ვამბობდი, რომ მაქსიმალურად მინდა რომ ამ ეპიზოდში ხუზაიტები რაღა იყო და ხუზაიტები დიდი ხნის წინ გავანადგურეთ. ასე რაი გავანადგურო. ვიღაც მოკვდა. ერთი წამი. ჩემი შვილი გარდაიცვალა, თამარი. ხადაო, ახალგაზრდა ასე მალე. ბიჭო, თამარი ჩემთან იყო? თუ არა, ჩემი მეუღლე არ არის. ჩემი მეუღლეს ირა ქვია. თამარი უკვე გარდაიცვალა. ცუდია. ნახეთ ამ ფარტიში იყო თამარი და მე ხო მაგის მეუღლე ჩემ კლანში გადმოვიყვანე. ეგრე მახსოვს ერთი წამი. გადავიდე ეხლა. აი ჩვენი უფროსი ქალიშვილი, პირველი შვილი სამწუხაროდ გარდაიცვალა. ჩვენ კლანში არ ყოფილა, ნახე. ბატანია რო გავანადგურეთ, პატარ-პატარა კლანებმა ხო გამოგვიცხადეს ომი. და იმ პატარა კლანის ერთ-ერთი წევრი იყო, აი ამ კლანის. და როგორც ჩანს გარდაიცვალა, ქმარიც მოუკვდა. თულ ქმარი ორივე გარდაიცვალა, დარჩა პატარა ბავშვები. ცუდი ამბავი, ესენი სადღა გამექცევიან. მოდით აქ თქვენ ჯიგრებო. სად წაყვეთ? კაი იყო ის პატარა ფარტი რო დაიჭირეთ. მოდით თქვენ საწყლებო, მოდით. იქნება ბევრი ისყავდეს, რა ქვია, ლორდი და თავები დავაჭრა. მაგით უფრო შევასუსტებ. 20 კაცი მოგვიგვდა მარტო. წამოდი ჩემთან. რიანას მოძრება კისერი როგორ ჩანს. საწოდავი რიანა, საჭმელი მომეცით დანარჩენს დავტოვებ. ეგ არის რიანაც დავბრიდეთ. ეხლა რა ხდება? ასე რა ის Tutor Strange 4246-ზე ჩამოვიდა და ჩვენი 82000-ზე არის. დააკვირდი უბრალოდ, დააკვირდით. ეს ვინ არის? შურუკი. ეს უნდა დავბრიდო, სად არის? იქნება დავიჭირო და თავი მოვაჭრა. ოკეი, ეს ტერიტორია ავიღეთ. ეხლა ჩემი გამოძახებული ფართები მოვლენ ჩემთან. ნახე ესად გადასულა. ქაზირაზე ალყა მშვენიერი. კაი. ესენი მალე დაგვნებდებიან დიდი ალბათობით. აქ რა აქვთ? ეხლა ამ პატარა ციხესიმაგრეს წავართ მე. ასე რა ის. და ეგრევე გადავალ სანალაზე და სანალას შემოვარტყავ ალყას. აქეთა ციხესიმაგრეს თუ რამეა მე ავიღებ. შურუკი უნდა დავიჭირო, უეჭველი და კისერი უნდა მოვაძრო. რამდენი ლორდი უკვე კისრის გარეშე დავტოვე ამ თამაში, მაგრამ მეფე არადროს არ მომიკლავს. მეფესაც მოუკლავ დიდი სიამოვნებით. სოროჩმა შეკრიბა არმია ამასობაში, ესეც კიდევ ერთი მშვენიერი ნიუსი. ხო, მოკლედ მეგობრებო, დამავიწყდა. აქ ვიგეთქვით მე ყველას დიდი მადლობა, უკვე ჩვენ ზუსტად 2 კვირის უკან დავდე პირველი ვიდეო. დღეს გახდა ზუსტად 2 კვირა და ჩვენ უკვე 100 ვართ, 100 გამომწერი მყავს უკვე არხზე. ყველას დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, აქ გაჩერებას არ ვაპირებ და ჩემი თხოვნა იქნება, რომ თუ შეგხვდათ ეს ვიდეო უბრალოდ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ნებისმიერი ჩემი ვიდეო. ამით მე მაძლევთ мотивაციას და თქვენთვის სულ რაღაცა 2 წუთის საქმე არის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 200 გამომწერზე ვაკეთებთ გათამაშებას და რას გავათამაშებთ ამას იმის მერე ვიტყვი თუ დავინახავთ თქვენს აქტიურობას, რა აქტიურობაც მინდა რომ ვიგრძნო თქვენგან. მოკლედ.
გადავიდეთ ახლა დღევანდელ ჩვენ თამაშზე. საჭმელი საერთოდ არა აქვთ, 422-ნი არიან გარნიზონში. უცებ კედლებს მოუნგრევ და აქაც ტრუპებს გავუშვებ. მე მგონი ფიქრობ, რომ დღეს ხუზაიტების არსებობას შევწყვეტთ კლარდიაში. რატომღაც ესე ვფიქრო, მაგრამ ნახოთ მოკლედ რა იქნება. ეგ არის, ტრუპები გავუშვათ ახლა. 60 კაცი მოკვდა. არა უშავს. აი ესენი დავტოვოთ. ესეც ავიღეთ მშვენიერი. ეხლა რას ვაკეთებთ? აქეთ ერთი არმია კიდე მოდის, სოჩორისი, ხო? ეს აიღეს? ესენი სად მიდია ვაფშე? ჯერ ფიქრობ. კაი, წამო თუ რამეა ჩვენ ახლა სანალა ავიღოთ. სანამ ამათი ექსპერიენსი 97-მეძეა და ზავი არ შემოგთავაზეს. სანალას ავიღებ, მე მგონი მოვასებ. აუ, ასე აუვიდოთ უკვე. კაი, არ დავთანხმდები ახლა ზავს რომ შემომთავაზებე. რა ხდება? დასავლეთ იმპერიამ ომი გამოგვიცხადა მშვენიერი. აქ კიდე ბავშვი გაიჩითა. ფარნავაზი მე და მე მბაძავს ყრის და ყრის გოჭებივით. ფარნავაზი და მაგის მეუღლე ბავშვებს. რა თქმა უნდა, ზავს ჯერ არ დავთანხმდები, იმიტომ რომ მოვსულ ვარ პრინციპში, საღამივდი ვარ. აი ესე უცბად, ალყა შემოვარტყათ, აქ ვაფშე შევალ და ვიბრძოლებ რა. კედლები ჩამოვუღოთ, კატაპულტები მოუნგრიოთ და შევიდეთ და გავერთოთ. იმედია მანამდე ოსპირი მოახერხებს იმ ქალაქის აღება, სადაც ალყა შემორტყმული. იმედი მაქვს მოახერხებს. მე მგონი სალამ ჩვენ ეს ყველაფერი გავაკეთოთ, კედლები კატაპულტები მოუნგრიოთ, მე მგონი საჭმელიც გავუთავდება და მორალიც დაეცემა, ვფიქრობ ამათი. ოკეი. ცხენიდან ტიპი ეგრევე ჩამოვიღე. პროსტურად ცხენზე მევიჯექი და კედლიდან ჩამოვიღე. შედით ბიჭებო, შედით, იქით რამდენი მიდის უცებ, წამო აქედან შევიდეთ. რა პრობლემა? მე ვაფშე იქიდან დავალ და იმ ჩემი საყვარელი ქვებით ვიქილებ. შენ ჯიგარმა შერა. აი! ბოდიში, ერთი წამით, მაპატიეთ, დედას გეფიცებით მე ვარ თაღავიზო. ჩადი დროზე. სანამ გამომეკიდო. იმედი ახლა აქ არ არიან ბევრი. აუ რა მაგარია. აიღო. ეუ. აუ. სუდათ არის ჩემი საქმე, ვაიმე. რა გავაკეთე, ჩემი გავიჩალე შესაკუთარში. მოდი გამოკეთავი, აქა ვარ გამოკეთავი. აუ იმ ქვას მე მესვრიან ახლა ჩემი რო ვიცი. ჩემი ერთი ხუთი კაცი რამდენი კილია? 2 კილი მაგდა უნდა მოუყვნე, მაგარი ლიდერია. აი ეს ბრძოლა მარტივად კი მოვიგეთ, მაგრამ ჩემს სიკვდილზე არაფერს ვამბობთ უკომენტაროთ. არაფერი არ მოხდა რა, ვითომ ტრუპები გავუშვი. კაი, ამას მე დავიტოვებ. ეხლა რამდენი კაცი დავჭით? ბევრი არც არაფერი. არც არავინ მოუკვდა რა. მშვენიერი. ეხლა მე მგონი ვაფშე შეიძლება ზავის დადება და ეგრევე მე თავიდან გამოუცხადოთ, მაგრამ ნახით ეხლა მე რო ზავი დავდო, ესეც ალყას მოხსეს, ესეც. ეგ არ მაწყობს. მოდი ბარემ ამათმა აიღო. თუ რამეა მე დავფიქრდები ზავზე, ან საერთოდ აღარ დავუდეთ. ეს ორი რო წავართოთ, რჩება მარტო ერთი ციხესიმაგრე და ეს ლაიკისი, ამასერაის და ვსო. სხვა აღარაფერი. რჩება იქით დასავლეთ იმპერია. დასავლეთ იმპერიას ამასობაში ომი ქონია სამხრეთის იმპერიასთანაც. მშვენიერი ფაქტია ეგ. რავი, ეგ გასონი მიდის და ალბათ რავი, რომ ეს აი ქაზი რა ხდება ერთზე? ქაზირაში რა გინდა შე? ანუ აქ მოდის ბისეიჩზე. ოკეი. ცოტა უცნაური გადაწყვეტილება, მაგრამ არა უშავს. კაი, იმედია ეს არმია არაფერს არ წაგვართმევს, არც ერთ ტერიტორიას. ჩემო ვასალმა კიდევ ერთი არმია შეკრიბა, იდეალური, ეს ედვინი გაიზარდა, 14 წლის გახდა.
მიგივცეთ რაღაცა სკილები. რავი, რომელიმე ქარავანი რო დაესხათ ახლა თავზე, მე მგონი ურიგო არ იქნება. რა ჯერავა თქვი თავზე. რომელიმე ქარავანი რო დაესხას ახლა ამას თავს, აქედან ალყას მოხსნი და უცებ ამ 500 კაციან არმიასაც გავანადგურებდი, მაგრამ არ უნდათ. არ უნდათ და ნუ უნდათ. მე აქ ახლა ტრუპებით ავიღებ. ამ კასირას. და იმის მერე თქვენ გამოგეკიდებით. აუ ხო, ამ კასირას მოდი მე რო ავიღებ, მე აი პატარა ფართებს გავუშვებ რა. რო ირბინონ აქეთ-იქით და ცოტა არმია მოხოდონ, თორე ესე უკვე ტყუილა მეთვლებიან. ეს არ მაწყობს. თან მე მგონი ამის მერე ზავიც რო დავდო ცოტა ხანი, ეგეც ურიგო არ იქნება, იქნა გამომდინარე, რომ ეხლა ძალიან ბევრი გვაკვდება და ძალიან ბევრი ინფლუენს ხარჯავთ. ამ კოზიშენის გამო და ეგ ნამდვილად არ მაწყობს. მე მგონი ვფიქრობ, რომ დავდებ ეხლა მე ზავს და 8-ას ალყა შემოვარტყა დასავლეთ იმპერია. ხო, იმას ვამბობდი, რომ ზავს დავდებ დიდი ალბათობით. ბარემის კატაპულტაც ეგ არის. ეხლა აქ უცბად ტრუპები 400 კაცი დაგვეღუპა, არა უშავს. 54 ტრუპიც ავიყვანოთ. ლუთი დავტოვოთ. კაი, 1000-ნი ვართ. თქვენ სად მიდიხართ ჯიგრებო? მოდით ჩემთან, მოდით. მოდით, ბიჭო, სად გარვიხართ? თქვენ შემანალებო. ეხლა თქვენს გაგანადგუროთ უცბად რომ ზავი დავდო. აუ რა საწოდავები ხართ? აუი არა. მოტვინეს და აუ ახლა ემა დაისხი თავს. ჯერ არ მინდა. ეგ არის. უი თქვენ საწყლებო, საყვალებო. ეს ერთი ლორდია მარტო? როგორ ჩანს მარტო ეს ერთი ლორდია? არა უშავს. მოდი აქ ბიჭო. უნდა აქ გავუხროთ. წამოდი ჩემთან. დაგელაპარაკები, თუ გადმოხვალ, გადმოხვალ, თუ არა და დააბრალე საკუთარ თავს. საჭმელი მომეცით. კაი, ეხლა მაწყობს ზავი რომ შემომთავაზონ, დავნებდები, მაგრამ ყოველი შემთხვევით სანამ მაგას იზავენ ლიაკისისკენ გადავა, ლიაკისი. თუ ლუაკისი, ლიაკისია მე მგონი. კიდე ერთი არმია შეიკრიბა, იდეალური. იმედი ამ 8-ას ალყას მოხსნიან. ნახე საერთოდ. ბიჭო, როგორ დასუსტებულა უკვე დასავლეთ იმპერია დააკვირდით. თუ ეს წინა ეპიზოდში ესე დასუსტდა სანამ დავამთავრებდი და როგორ ჩანს არ დავაკვირდი. სამხრეთის იმპერია გადავიდა შეტევაზე, ხა დავაკვირდით ლიკარონი და პოროსი. ამაზე არის ალყა. ესენი თუ აიღეს, ამ საწყლეს რჩებათ რა 1 2 3 4 5 ციხესიმაგრე 1 2 ქალაქი. თუ ეს წაგვართვეს 3 ქალაქი. ვაი თქვენ საწყლებო რა ცუდად არის თქვენი საქმე. მაშინ მე ახლა ერთი ესეთი იდეა მომივიდა მეგობრებო. შურუკი თვითონ მოდი აქ. ოპა, შურუკ. შედი ჯიგარო, შედი. არ გამოხვიდე. გამოვიდა. შურუკი უნდა დავიჭირო, მაგრამ ეს ჩვენზე სტრაფი არის ბიჭო, ამას ვერ დავიჭერო. ოკეი, არ არის პრობლემა. სადღაც ხო შემოვხვდები. იმას ვამბობდი და ვეღარ დავამთავრო. ერთი ესეთი იდეა მომივიდა ეხლა მე მეგობრებო. ზავს აღარ დავდებ. ასე რა ის თან. ბარემა ალყაზე ვარ დავებრძვით და გავანადგურო ამ ეპიზოდში თავიდან ბოლომდე ასე რა. და მე დასავლეთ იმპერიისკენ გადავიდეთ. თინათინი გაიზარდა ამასობაში. აი გუგუ ხარ თინათინ. შურუკ. მოიცა ერთი მე ამ ფართის გავუშვებ ახლა ერთი პატარა გეგმა მაქვს. სად არის? თქვენ წადით ჯიგრებო. აი შენ წადი მარტო. მიდი რა შურუკს გაეკიდე. ხო შურუკია კი. მოდი აქ ბიჭო. მოიცა პატარა ეშმაკოვო. ახლა უცებ ზავი შემომთავაზო. დავნებდები და მე დავიჭერ. დაესხი თავს ბიჭო რა, დაესხი. მიდი, გთხოვ. შესაცოდაო. ხო დავიჭირე. გეხვეწები რა დავიჭირე. ბიჭო კიდე გამექცა. რა ჯანდაბა უნდა? ეთყობა ტრუპებით რო გაუშვი მაგიტო? შენ ხო არა ყავს, მოდი აქ ჩემთან. მოდი ჩემ არმიაში ვაფშე შე.
ვა, ცუდად არის. თავის მოჭრის საქმე. ეგ არ მაწყობდა, მეგონა დავიჭერდი. ციხესიმაგრე აუღიათ, დაუთმოთ, არც მაგის პრობლემა არ არის. კაი, დავდგები ისევ ვისეიძე და ბარემ ამ ქალაქს წავართმევ. ამ საცოდავებს. და მერე თუ რამეა ზავზეც ვიფიქრებ რა. ან შეიძლება როგორც თქვით ეხან ისე მოვიქცე და ზავი აღარ დაუდო, მაქსიმალურად შევეცადო რომ გავანადგურო ესენი თავიდან ბოლომდე და დასავლეთ იმპერიისთვის მოვიცალო. შემდეგი ეპიზოდიდან უკვე. მოკლედ მოვიფიქრებ ნელ-ნელა რას ვიზავ, მანამდე ეს ციხესიმაგრე გვაქვს, ციხესიმაგრე რაღა იყო და ეს ქალაქი გვაქვს, ასაღები. თქვენ ვაფშე გაგიშვით, არ შემიძლია რომ გაგიშვათ? ჯერ არ შემიძლია. ოკეი, ამ ბრძოლის მერე ვაფშე გაგიშვით თქვენ. ჯალარმრის შემოარტყეს ალყა. გენაცვალეთ. არ მინდა ბიჭო ჯერ თქვენთან ზავი. კაი, ჩვენ დასახულ მიზანს კი მივაღწიეთ, კედლების ჩამოვღეთ, კატაპულტებიც მოუნგრიეთ და აქ ვაფშე შევალ. ერთი ესეთი იდეა მომივიდა ეხლა რომ უნდა შევიდე აქ და უნდა ვიბრძოლო. თორე რაღაცა მუღამი ვეღარ გავისწორე, ბოლო ეპიზოდებია ბრძოლაში, სულ ტრუპებს უშვებ და თან მეც ძალიან მალე ვკვდები ხოლმე, ყველა შეტევაზე ბრატ. აუ, წინაზე რა გავაკეთე, სად გადავფრინდი? აუ, მიდით ეგრე კარები მოუნგრიეთ, ჯიგრებო. ჯიგარი. ეგ რაღაცა მოგაქვთ, არ ვიცი, კედლები რითი ჩამოვუხე. ეხლა აქეთ მხრიდან უნდა შევიდე. გამიშვით. ой, რამდენი ხართ? აუ. აუ, შენ რატომ მიტასაუბრეთ, გამაგებინე? მოიწევდა. ვინ მისვრის ბიჭო? შენი ხავი სულ დღეზე გაჩენილი. მოდით აქ. ეს აწყლებოს, ანა მოკვდები 1-15 კაც მაინც გაგიყურებ. მეც მაინც ვერ ვაკეთებ ამ ბოლო ეპიზოდები აქილებს. მოდი, ერთი წა. უყურე, ცხენზე ვზივარ, ბიჭო. ცხენზე ვზივარ, ცხენს თავი დაანებე. მოდია. აუ, რაი. გაგინგრია უცნებები. თქვენ საწყლებო, ლორდი ეხლა დავიჯერო, არავინ არ აქვს, 15 კაცმა შემასწრო შეგიძლია. დავიჯერო აქ ლორდი არავინ არ არის ეხლა ბიჭო. თქვენ გენაცვალეთ, ეგრევე გადაუარეთ. ეს იცი რომელი მომენტი იყო? სამეფო კარის თამაშები ვისაც აქვს ნანახი. მე რამდენი სეზონი იყო აღარ მახსოვს, ჯონ სნოუსთან ერთად რო ჯონ სნოუს არმიას ალყას რო შემოარტყავ და ბოლოს რო ის დაეხმარება თავისი და აი ეგეთი მომენტი იყო ეხლა უცებ რა. ყველა მხრიდან ალყა და გავანადგურე. ერთ კაცი ბრძოლებით. ეგ რა კაცური არის. მოდით აქ. ჩემიანება გაშინით ეს. აუ, მე ისე ჩემი უნდა ვიყო. აუ, ეგრევე ხელი გამომჭირდეს. მოვიდა მიქელა ზურგს უკნიდან ტრადიციულად. მოდით ბიჭო. მოდით ქვესაც სოდავებო, თქვენ საწყლებო. მოდით აქ. აუ. მე მეთქინა თქვენ მაგივრად. თქვენ რა შვით მარჯიგრევა? ახე ძმა რა ჯიგარია მიმესვის. ამდენ არმიაში მინდა მიმესვის მარტო. სადავაცილეთ. კიდე. მაცადე სრული. აუ, აქედან ჩემი არმია წავიდა ხო? და მარტო მე დავრჩი და მეთქი მარტო მე რატომ ესვრიან თქო. ნახმარები მოვინენ ვაფშე ამათ. ჩემი დრაკონის ბანერი. ვის მოაქვს? მე არ მიჭირავს აშკარად, როგორც ჩანს რომელიღაცა ჩემს ოჯახის წევრს მოაქვს. დიდი ალბათობით. არ გაიქცეთ ბიჭო. აუ, სად დავაცილე? ვერ გაიქცევ. ბიჭო. ეხა ერთ საათ ვეღარ მოგლა. კიდე ნახე. ჩემი უნდა დანებდეს ეხლა ნახე. კი ვეღარ დავიჭერ. აი გრი კარგათაც. ეგენი კიდე დანებდებია. ვის მიაქვს ეს ჩემი ბანერი? მოვიგეთ? ჯერ ვერ.
ავიჯო 29 კილი გავაკეთე როგორც იქნა 2 კილი და 16 კილით აღარ მოვკვდები გამიშვით ჯიგრებო გამიშვით ოპ მე აქედავ იმაიმუნე ცოტა ხანი ასე ვერ ხედავ ჩამოდი ცხენი და ჯიგარო შეცხენო სანუ რაინდო აუ ეს რა მაგ შერჭობილი ის არის მე ნოგუნკერჩი მოდი ბიჭო ხში გავარდხით ის რაღა დარჩით 519 კაცი ჩვენ დაუგდეთ 74 იმათო 74 კიდე ვიგდეს მაგრამ 25 მოგვიკვდა აქედან და 59 დაიჭრა 51 კაცი იმათი მხრიდან დანებდა მოვიგეთ რაღა ვიღა დარჩა რამდენი ერთი კაცი საჯანდაბაშია ნახე ეხლა და აუ გავაძრე სახე უნდა მეთქვა ეხლა დამბრიდავს მეთქი მაგრამ პირიქით მოხდა ეგ ყველაფერი უცებ ტრუპები აუ წამოსირა წამოსირა კაკრას კაი სახელი აქვს ლუთი თქვენი იყოს საჭმელი ჩემი იყოს დასავლეთ იმპერიასაც ნახე ასე ავუვიდა უკვე ეგზოშენი ოკეი ეხლა მე სანამ ზავს დავდება ამათთან მანამდე მოდი ტყვეები ვიცავ ყავს და ვილაპარაკები და თუ დამთანხმდნენ თუ არა და თავის დავაყრევინებ ყველას ეგ არის მოკლედ ორივე სახელმწიფოსთან ეგზოშენი ავიდა ასე მოდი ამათ დავეხმარები მე სანამ ზავს გამომიცხადებენ ესენი აკომიც დაწყებულა და რაღა რჩება ესეც ერთი ქალაქი რჩება მარტო აქსარი პრინციპში ამათა ზავი რაღაცო დავდო თარიოსის ციხესიმაგრე აუღიათ შენი იყოს ჯიგარო არ არის პრობლემა მოდი უცბად ერთი ამათ მივეხმარები ჩემ გარეშეც აიღებდნენ მაგრამ არა უშავს ეგ არის მორიგი ციხესიმაგრეც ავიღეთ აუ არა უნდა დავდო ამათან ზავი შურუქის დაჭერა მინდა და თავის მოძრობა მინდა მაგაზე ამათან ზავს დავდებ ეგ არის მაწყობა ეხლა მე ვაფშე არმიას დავშლი წადი ჯიგრებო ეხლა ვაფშე შურუქი სად არის ზმა ჩვენი საყვარელი შურუფი მოდი აქ სად იყავ აქსარში იყავი მოდივარ ცხოვრებისეული ტრანვა უნდა მოგაყენო ეხლა მოდი აქ სად გამექცევი ჯალანრისი ვერ წაგვართვეს რუატია წაგვართვეს ცუდი ამბავი შენი იყოს მაო არ მინდა აუ არა ეგ არის დასასრულისკენ მივდივართ უკვე რაღა გვჩება დასავლეთ იმპერია გვჩება და გვჩება სამხრეთ იმპერია ეს ადმიდის ვაფშე აქ ნახე ეს ციხესიმაგრეები წაართვეს მე მაწყობს ახლა პრინციპში რუატია რო დავიბრუნოთ და მაწყობს რომ ეს პატარა ციხესიმაგრეები დასავლეთ იმპერიას წაართვას ჩემმა არმია იმის მერე უკვე ხოლო დიდი ციხეები ისა ქალაქები დარჩება და ადვილად მოუღებთ ბოლოს ეხლა რა ხდება შურუქი სად არის მაიყვანეთ ჩემი შურუქი აქანა აქსარში ხარ ჯიგარო გარეთ ვერ გამოგიხმობ არა გამოხვალ გარეთ რო რამე სტრელკას გინიშნა ბიჭო აი ეხლა ნახეთ რა ხდება ეხლა ხდება ძალიან მაგარი ფაქტი შურუქს ხო ვეძებდი ძალიან ბევრი ლორდი იყო ეხლა მაკისარის ქალაქში ყველას დაველაპარაკე არავინ არ გადმოვიდა მაგრამ მარტო ეს მალუბი გადმოვიდა თან ამასთან შეგვიძლია ეხლა განახეთ რა შეგვიძლია აი ნახეთ ამის ქალიშვილი დავაქორწინოთ ჩვენს ბიჭზე მაინც ჩვენი კლანის წევრია უკვე და არც არის პრობლემა ეგ არის ჩვენ ვაჟსაც სოლი მოუყვანეთ ჰაჯარაზე ჰაიჯარა თუ ჰაჯარა მეგონი ჰაიჯარა მოკლედ ჰაიჯარა იყოს ჰაიჯარაზე დაქორწინდა ჩვენი ვაჟკაცი ბიჭო შურუქი მინდა ძმა არ წავალ აქედან ისე შურუქი მინდა აქსარში არისო ჯიგარი და მოკლედ ეხლა ტრადიციულად რასაც ვაკეთებთ აი ერთი ქალაქი დარჩა უბრალოდ
ერთადერთი ქალაქი დარჩა ასერაის. მეტი საერთოდ აღარაფერი აღარ აქვს, აი დააგვირდით. 3094 total strange-ზე არიან. ერთი ქალაქი აქვს დარჩენილი, მეტი საერთოდ არაფერი. და ზავს აქეთ გვიხდიან, რომ რამენაირად იქნება გადარჩენ, მაგრამ ამ ეპიზოდში მოვიდა თურმე ამათი აღსასრულიც. იდეალური. ეხა ნახე რა ხდება. საჭმელი სადა გაქვთ თქვენ ჯიგრებო? კაი ბლომა თქვენიათ. საჭმელი მომეცით. ჯიგრებო. აი ესე. ეხა წამო რომელიმე ლორდი დავიჭიროთ. გოუთხიპოთ. აქეთ არ მოდიხართ? აი. ვინა, ცოტა ბევრი მინდა. მოდ შენ პირობითად და აი, მოდი, ვერ დავიჭირე, სამწუხაროდ. აი, ეს ვიღაცა ლაზიკი დავიჭირე. არ გამოხვალ ჩემ ხარეს? შურუქა ნახეთო, არ მინდა შენი შურუქა. 206 კაცი. აუ, რამდენს მოგძვრათ თავი, თქვენ გენაცვალეთ. პრიზონერებიც ავიყვანოთ. აი, ეს ერთი ჯიგარი ჩემსკენ გადმოვიყვანე. როგორ ჩას უნდოდა ჩემთან გადმოსულა, მშვენიერი, მაწყო, ძალიან ბევრი ლორდი გყავს უკვე რა და ძალიან ბევრი ვასალი უფროსურად. ხო, ნახეთ მეგობრებო, რა უნდა მეთქვა ახლა, ერთ-ერთი სტრატეგია არის ამ ლორდებისთვის თავების დაჭრა. იმიტომ რომ Total Strange მარტო ციხესიმაგრეების აღებით არ უსუსტდება, ანუ არა ეცემა ძირს. ეცემა ასევე, როდესაც ლორდებს გავლენიან ლორდებს ჭრითავს. ეხლა მე რო თავი მომჭრა, დაახლოებით 3000 კაცი შეკრება მარტო ჩემ არმიას და ჩემ ფართის შეუძლია ჩემი ჩათვლით. მე რო ვიღაცამ თავი მომჭრას ეხლა ჩემს პერსონას უფროსურად. წარმოიდგინეთ 3000-ით ამათ ჩემი სახელმწიფოს Total Strange დაიწევს. აი შენი იქნება შემომიერთდა ეხლა, თორემ გაგძუყნია. აქ შევალ და ვიბრძოლებ დიდი სიამონებით, დიდი სიამონებით ვიბრძოლებ ასერაის უკანასკნელი ქალაქის ასაღებად. აუ, რამდენი არის? ჩემი. მე შევიდე მაცადეთ. გამიშვიდე. შეტევაზე? აუ, კი გაუჟღლეტიათ აქ საკაიბოთ ხალხი. აუ, დარჩა თვინმე. იმანი არა. აუ, ჯიგრებს დაკეტილი რო აქვს გარები. ნახე, ორი შემოსასვლელი ქონიათ. რა ჯიგრები არის. მოდით ეხლა, ბიჭო, მოდით. შესაწყალო, არ გინდოდა რომ დანებებულიყავი რაღაც მეჭიდავები. მოვიდე ერთხელ. ეგა კიდევ ერთხელ. ასერაიც გავანადგურეთ, ასერაიც დავასრულეთ. აღარ არსებობენ ჯიგრები. მოიცადე ერთი წამი. აი დატკვით უბრალოდ რა, დატკვით, მე რამდენი სახელმწიფო გავაკრეთ და გადავწვით. მართლა მიქელა ვარ მე მგონი. ეხლა აქ ტყვეები ვიც ავიყვანე, ამათთან მე მგონი აზრი არა აქვს საუბარს. და იმის ჩალიჩს რომ რამენაირად ჩემსკენ გადმოვიყვანო, იმიტომ რომ დიდი ალბათობით მარტო ზავის დადებას მოითხოვენ რა. გადმოსვით არ მგონია გადმოვინე შურუქ, მოიცა ჩემი ფარტი დავშალო. მოდი ჩემთან შურუქ, მოდი. სად გამირბი ხარ ბიჭო? შენ მაინც დაგიჭერ, მაინც თავი უნდა მოგაძრო, დედა უნდა გიტირო. კიდე გამიქცა ბიჭო ეს შურუქი. რა ძმა არის იმენა. ვერც ჯერზე ვერ დავიჭირე რომ თავი მომეძრო. კაი, დასავლეთ იმპერიას 1 2 3 4 ციხესიმაგრე და 2 ქალაქი დარჩა. სამხრეთის იმპერიამ დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნა, როგორც ხედავთ, აი აგერ. ესენი სადაც ამათი იყო. ეს ხუზაიტების კი არა, რა გადავეკიდე ამ ხუზაიტებს. ასერაის ტერიტორია იყო და თუ გახსოვთ, მე დავეხმარე ამის აღებაში და ისევ ამათი ტერიტორია არის. კაი, ეხლა რა არის ჩვენი გეგმა? მე უნდა წავიდე.
და დასავლეთ იმპერიასთან უნდა მივიდე, აი აქედან უნდა დავიწყო დასავლეთ იმპერიის განადგურება ყველა პონჩი. მაგრამ ამ ყველაფერს მეგობრებო ნახავთ თქვენ შემდეგ ეპიზოდში. აქ რა ხდება? კიდევ ვიღაცის ხელს ითხოვენ. თინათინი გავატანოთ, არ არის პრობლემა. სემნონზე დაქორწინდა ჩვენი ქალიშვილი. მოკლედ მეგობრებო, უცებ შეჯამება რო გავაკეთოთ რა მოხდა? ომი გქონდა ხუზაიტებთან. მოკლედ მეგობრებო, შეჯამება რო გავაკეთოთ, ომი გქონდა ასერაისთან, დასავლეთ იმპერიამაც გამოგვიცხადა ომი. მოკლედ მეგობრებო, უცებ შეჯამება რო გავაკეთოთ რა მოხდა? ომი გქონდა ასერაისთან, დასავლეთ იმპერიასთანაც გქონდა ბრძოლა. დასავლეთ იმპერიამ რო ატია წაგვართვა, მაგრამ ჩვენ დავიბრუნეთ ისევ თავიდან და რამოდენიმე პატარა ციხესიმაგრეებით წავართვით. ასერაი დავამარცხეთ, გავანადგურეთ, აღარ არსებობს ასერაი, ასერაის ნასახი აღარ არის უკვე აი ამ ტერიტორიებზე და კლარდიაში. ეხლა დაგვრჩა დასავლეთ იმპერია და დაგვრჩა სამხრეთის იმპერია. დიდი ალბათობით შემდეგ ეპიზოდში დასავლეთ იმპერიას გავანადგურებ და მერე უკვე ბოლო და გემრიელ ლუკმა დაგვრჩება ჩვენი სამხრეთის იმპერია და ვფიქრობ სანამ დასავლეთ იმპერიას გავანადგურებ, მანამდე სამხრეთ იმპერია ომს დაგვიწყებს. რატომღაც ესე მგონია, იმიტომ რომ ერთადერთი სახელმწიფო დარჩება რომელიც არ დაგვიპყრია და არც ერთი ტერიტორია არ წაგვირთმევია მათზე. უცებ რო გადავხედოთ რუკას, აი დააგვირდით მეგობრებო, რა სიტუაცია არის. წინაზე კი თქვი 80% მეთქი, მაგრამ მე მგონი უკვე 90% დავიფყარით კლარდიის რუკის. აი დააკვირდით რა სიტუაცია და რა ლამაზად ქართული დროშები. მოკლედ მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ დღევანდელი ეპიზოდი, ჩემი თხოვნა არის გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო და დატოვოთ კომენტარი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მეგობრებო, რომ 200 გამომწერზე ვაკეთებთ გათამაშებას და ძალიან მაგარი გათამაშება იქნება, ამას გვირდებით. მადლობა ყველას ყურადღებისთვის და კარგად ბრძანდებოდეთ.